სამხრეთ ჩინეთის ზღვა მალაკას სრუტიდან ტაივანის სრუტამდე ვრცელდება და როგორც ყველა გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან წერტილს აქვს ორი ძირითადი მახასიათებელი: სტრატეგიული მდებარეობა და ბუნებრივი რესურსები. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს ამ ზღვის 90%-ის კონტროლზე აქვს პრეტენზია, რუკაზე ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ეს ზღვა ჩინეთის გარდა სხვა მთავრობების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებსაც ესაზღვრება. მაშინ ვის რა ნაწილი ერგება? ამისათვის წესი საერთაშორისო საზოგადოებამ გასულ საუკუნეში შეიმუშავა. 1982 წელს გაერო მიიღო საერთაშორისო საზღვაო სამართლის კონვენცია, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ზღვის ან ოკეანის მოსაზღვრე სახელმწიფოს აქვს უფლება სანაპიროდან დაახლოებით 370 საზღვაო კილომეტრის მოშორებით აწარმოოს ეკონომიკური საქმიანობა, როგორიცაა ნავთობის მოპოვება და თევზჭერა. თითქოს ეს ზღვა იმხელაა, რომ ყველა მოსაზღვრე ქვეყანას უნდა იყოს საერთაშორისო ნორმებით განსაზღვრული ეკონომიკური ზონა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში 250-ზე მეტი პატარა კუნძული, მარჯნის რიფი თუ მცირე ზღვინია, რომლებზეც სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ პრეტენზია. მაგალითად, ვიეტნამი ამტკიცებს, რომ მრავალი კუნძული თუ რიფი საუკუნეების განმავლობაში ვიეტნამელ მეთევზეებს ეკუთვნოდათ და ეს ტერიტორიები კოლონიურმა საფრანგეთმა ვიეტნამს ოფიციალურად მიაკუთვნა. ქვეყანამ ეს პრეტენზია 2009 წელს გაეროსაც წარუდგინა, რომელსაც შემდეგ მალაიზიაც შეუერთდა. მალაიზიის პრეტენზია გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციას ეფუძნება შელფის, ანუ კონტინენტური მეჩეთის პრინციპზე. ეს არის ზღვის ფსკერის ზედაპირი, რომელიც ეკვრის ხმელეთს და ახასიათებს მისი მსგავსი გეოლოგიური აგებულება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადაო ზონაა სპრატლის კუნძულები, რომელთა სხვადასხვა ნაწილზეც 6 მთავრობას აქვს პრეტენზია. ფილიპინები რამდენიმე კუნძულს თავისი არქიპელაგის ნაწილად მიიჩნევს. ბრუნეი მოითხოვს გრძელ მართკუთხედის ფორმის ზონას სპრატლის კუნძულების სამხრეთ კიდესთან, თუმცა 10 წელების განმავლობაში მთავარი პრობლემა იყო საზღვრების დადგენა მალაიზიასთან. ჩინეთს, ტაივანს და ვიეტნამს კი მთლიან არქიპელაგზე აქვთ პრეტენზია. სპრატლის კუნძულების ჩრდილოეთით არის მეორე დიდი სადაო ზონა. პარასელის კუნძულების არქიპელაგი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 130 რიფსა და მცირე მარჯნის კუნძულს, რომლებსაც ვერ იყოფენ ვიეტნამი და ჩინეთი. 1974 წელს ვიეტნამის ომის ბოლოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ სამხედრო ძალით დაიკავა მთელი არქიპელაგი სამხრეთ ვიეტნამისაგან და მას შემდეგ ჩინეთი სრულად აკონტროლებს პარასელის კუნძულებს, მაგრამ ვიეტნამი კვლავ აცხადებს მათზე პრეტენზიას. მე ქეთევან ჭინჭარაძე ვარ, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის.